მე ვფიქრობ, რომ ხოცებმა ცოტა რამე კი არა, ბევრი რამე გააკეთეს უკვე ხალხის გამოსაგვიძებლად. მეტი რა ქნან. მაგრამ მეორე საკითხია, რომ მარტო ეს ჯანჯღარი არ შველის და როგორც ჩანს, ანუ ბევრი პრობლემა ერთმანეთთან ჩაფენილი. ბიძინამ კარგი რაც გააკეთა მისი მართველობით არის ის, რომ რაღაცნაირად დედა უტირა ყველა ინსტიტუციას ქვეყანაში, რომელსაც ვინმე პატივს სცემდა. სხვადასხვა ფორმით გამოაჩინა, რომ ეს ხალხი სინამდვილეში თუ როგორც იყო, არ არსებობდა. ანუ ჩვენ სავში რაღაცა გვეგონა და თუნდაც რაც გვეგონა ის არ ყოფილა. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აი ამ პროცესის გადააზრება უნდა დავიწყოთ. რო გვეგონა რომ რაღაცა გქონდა, რაღაცა სხვადასხვა ინსტიტუტები, ადამიანები, ინტელიგენცია, NGO-შნიკები, კინომცოდნეები, ლიტერატორები, მწერლები, რაღაცა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ასეთები, ისეთები. აღმოჩნდა, რომ აი არაფერ შუაში არ არის, არანაირი ინსტიტუცია არ გვაქვს. ჩვენ რასაც ვიძახდით, რომ ხალხო, აი ლიბერტარიანელი წესრიგის მოყვარული რასაც იტყვის, რომ ხალხო არ არსებობს ეს უწყებები, თქვენს თავში რაღაცა ისულელი, რაღაცას გაჯერებენ, თორე ადამიანს მარტო აკრძალული უნდა ქონდეს, სხვა ადამიანზე ძალადობა. დანარჩენი ყველაფრის უფლება უნდა ქონდეს. მოდი ეს დავიჯეროთ და გავაგრძელოთ ცხოვრება. ან ახლა დღეს ვინმე იტყვის, რომ რომელიმე რეგულაცია მუშაობს, ჩვენი თუ ხოცები იქნებიან, ანუ თუ ბიზნეს შეეხება ეს, ან მის ხოცებს შეეხება, რაღაცა შეეხება. აი სიგარეტის რეგულირება შემოიღეს. დღეს ვინმეს ჯერა 2 ლარ ნახევარი რო ღირდა სიგარეტი და ახლა დღეს რო 10 ლარი ღირს, ეს მისი ფილტვებზე ზრუნვის მოტივით მოხდა და არა იმით, რომ მთავრობამ ფული იშოვოს. თუ შენ ნახვა გინდა და გამოგვიძება გინდა, რომ დაინახო, რომ მთავრობა შენს ფილტვებზე კი არ ზრუნავდა სიგარეტს რო აძვირებდა, მის ჯიბეზე ზრუნავდა. აი ეს პრერეკვიზიტი თუ არ გაგივლია, რომ უბრალოდ აი ხედავ, რომ ჯარიმები რო იმატებს, ეს რო შენთვის კაი არ არის. რო იძახი საღოლ მთავრობა ჯიგარი ხარ სიგარეტი კიდევ უფრო მეტი ძვირი უნდა ღირდეს. სამშენებლო ჯარიმები მეტი უნდა იყოს. მანქანაზე ჯარიმები უნდა გაიზარდოს. აი ხვდები რომ ამას უკვე მართველია ვიღაცა შპს აქვს ბიზნესს, შპს საქართველოს. რომლის ხალხი ითხოვს რომ მეტად დაბეგრონ. ოღონდ ისე მოაწყო რომ ერთი კატეგორიის ხალხი წითლები პირობითად რა. წითლები ითხოვენ რომ დაბეგროს მწვანეები. მწვანეები ითხოვენ რომ დაბეგრონ ლურჯები. ლურჯები ითხოვენ რომ ყვითლები. და ყველა ითხოვს ერთმანეთის დაბეგრას. სხვადასხვა ინტერესის ჯგუფები, ძაღლის მოყვარულები ვიღაცას დაბეგრას ითხოვენ. ეს სხვადასხვა ტიპის ჯარიმებს ითხოვს შენი მოსახლეობა. ყველა ჯარიმა რომ დაკმაყოფილდეს, შენ დიდრდები. ანუ ვაფშე ყველა ხალხი შენს გამდიდრებას ითხოვს ერთმანეთის ჯინაზე. და შენ ამას ხელს უწყობ.